და არა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ტყუპს ველოდებოდი. ამ დროს მე უკვე მყავდა ერთი შვილი, ცოტა წამოვზარდე, ძლივს მივიღე მეორე ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილება და უცებ რადიოლოგი მეუბნება, რომ ველოდები ტყუპს. და იმდენად მძაფრი რეაქცია მქონდა ამ დროს, რომ ქალი დაიბნა და უკვე საკუთარ კომპეტენციაშიც კი ეჭვი შეიტანა და მეუბნება, რომ ტყუპებს კი ვხედავ, მაგრამ იქნებ ვცდები, იქნებ გადაგემოწმებინა, ან ცოტა ხანში კიდე მოხვიდეო, მოკლედ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ როგორღაც აი ამ პანიკიდან გამოვეყვანე. და მე ამ დროს ძალიან კარგად მქონდა გაცნობიერებული, უკვე ერთი შვილი მყავდა, რომ დედობა ძალიან დიდ სიხარულთან, სიყვარულთან და ბედნიერებასთან ერთად არის ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა, ძალიან მომაბეზრებელი და დამღლელი რუტინა და ითხოვს სერიოზულ ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და მენტალურ მზაობას დედისგან და შესაბამისად საკმაოდ დამზაფრა იმის წარმოდგენამ, რამდენად შევძლებდი ორ პატარა ადამიანთან გამკლავებას დამატებით.